ახალი ბიზნეს შესაძლებლობები, ინვესტიციების მოზიდვა და სტრატეგიული პარტნიორების დამყარება თბილისი პირველად სტუმართ მასპინძლობის საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. შეხვედრა პანელურ დისკუსიებს, B2B შეხვედრებსა და ინტერაქტიულ სესიებს მოიცავს, სადაც განიხილება გლობალური ბაზრის ტენდენციები, წარმატებული პროექტების გამოცდილება და მომავლის ხედვების სტუმართ მასპინძლობის ინდუსტრიაში რა ეტაპზეა საქართველო ამ მიმართულებით და როგორ უნდა იყოს გამოყენებული არსებული პოტენციალი. თემის დეტალებს უკვე მაკა ქოჩლაძე გაგვაცნობს, რომელიც ფორუმს ესწრებოდა. მაკა გისმენთ. მოგესალმები მაია, საქართველო როგორც სწრაფად მზარდი ბაზარი, რომელსაც მაღალი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. ასე შეაფასეს დეველოპერებმა, ინვესტორებმა, ტურიზმის ინდუსტრიის ექსპერტებმა და საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებმა საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორი. ისინი საქართველოს განიხილავენ როგორც მზარდ ბაზარს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბრენდებით გაჯერებული, რაც ქვეყანაში ახალი კომპანიების შემოსვლის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ეს არის ფორუმის მიზანიც, რომ ადგილობრივი პროექტები გლობალურ რუკაზე პოზიციონირდეს და ამასთანავე რეგიონმა საერთაშორისო კაპიტალი მოიზიდოს. თავად ის ფაქტი, რომ ორგანიზატორებმა ამ ფორუმის ჩატარება საქართველოში გადაწყვეტეს, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ დიდია ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და თავისთავად გონია, რომ ამ ფორუმის შედეგები აისახება ჩვენი ტურიზმის სექტორზე, ვიხილავთ ახალ ინვესტიციებს, იქნება ახალი პროექტები, რომლის განხორციელებას დაიწყება. ჩვენ საქართველოს მთავრობა, კონკრეტულად ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობთ, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქვეყანაში რაც შეიძლება მალე გადაიჭრას ყველა მწვავე პრობლემა და გამართული ინფრასტრუქტურით შეხვდეს ქვეყანა ტურისტული სექტორის განვითარებას. ეს არის ერთის მხრივ უძრავი ქონების საინვესტიციო ფორუმი სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში, მეორეს მხრივ ჩამოსულია ძალიან მაღალი დონის ბრენდები, მათი წარმომადგენლები, იმ ტიპის ბრენდები სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიიდან, რომელიც საქართველოს ჯერ არ ოპერირებენ და არ გვაქვს. ეს არის ყველაზე მაღალი პრემიუმ კლასი. შესაბამისად, ერთმანეთთან დახვედრა სწორედ უძრავი ქონებისა და ამ ტიპის ბრენდების იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს სეგმენტი საქართველოში განვითარდეს. ჯერჯერობით, რო ვთქვათ, ამ ტიპის სასტუმროები ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ მაღალი დონის მხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრენდების საქართველოს შემოსვლა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ამ ბიზნესის განვითარება. სწორედ ესეთი ფორუმები აძლევს ხალხს, ინვესტორებს, წარმოებლებს იმის საშუალებას, რომ მოიძიონ, შეხვდნენ ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბრენდებმა ახალი ობიექტები მოიძიონ და ახალი ბრენდებით წარმოდგნენ უშუალოდ ქვეყანაში განვითარდნენ და ჩვენ მენეჯმენტ კომპანიებსაც გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთჯერ ქვეშ დავანახოთ, ესე ვთქვათ, შევახვედროთ ჩვენი პოტენციური ინვესტორები, ჩვენი პოტენციური წარმოებლები და პოტენციური ბრენდები, რომლებიც გვინდა რომ შემოვიყვანოთ საქართველოში და ჩვენს ქვეშ ყოფილ ობიექტებში. ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებულ გამოწვევებს, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა, ტურისტების მზარდი რაოდენობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და კადრების დეფიციტი, თუმცა სექტორის წარმომადგენლების თქმით, ახალი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ამ გამოწვევებს ეტაპობრივად აღმოფხრის, ასევე საქართველოს მათთვის მიმზიდველ ბაზრად რჩება საგადასახადო შეღავათებისა და ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერების გამო. ხელისუფლებაც მზად არის ინვესტორების მხარდაჭერისთვის, რაც სექტორის ზრდისთვის აუცილებელია. თუმცა ქვეყნის მთავარი საჭიროება ამ ეტაპზე არის კავშირების გაძლიერება, განსაკუთრებით ავიამიმართულებით. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ჰაბი აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის, მაგრამ ამისთვის საჭიროა მეტი პირდაპირი ფრენა და საერთაშორისო ბაზრებთან წვდომა. სწორედ ავიაკავშირების განვითარება არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდას მნიშვნელოვნად დააჩქარებს. ბევრი გამოწვევა, პირველ რიგში დაწყებული იქნა, რომ ინფრასტრუქტურა არის მოსამზადებელი ამისთვის, ეს არის პირდაპირი ფრენები, რასაკვირველია, ეს არის ტრანსპორტი, ეს არის გზები და ეს არის შიდა ფრენების მოწესრიგება იმისათვის, რომ და შიდა გადაადგილების მოწესრიგება იმისათვის, რომ ლაგჟერი მოგზაური ჩამოვიდეს. ქალაქებს შორის მანძილები უნდა შემცირდეს მაქსიმალურად, უნდა არსებობდეს ხარისხისგანი პროდუქტის და ის ახალი ტრენდები, რომელიც დღეს მსოფლიოში არის, სადაც ტურისტი მოდის. ესენი აკლია, ესენი არის და ამაზე არის ზუსტად მსჯელობა, რა არის გასაკეთებელი დღეს ქვეყანაში იმისთვის, რომ დავაინტერესოთ როგორც ლაგჟერი ბრენდები, ასევე ლაგჟერი მოგზაური.
ყველაფერი იწყება იმით, რომ ჩამოყალიბდეს კომპლექსური და ერთიანი ტურიზმის სტრატეგია, რომელიც გააერთიანებს მთელ ეკოსისტემას, სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო სექტორს, ინვესტორებსა და ინდუსტრიის სხვა მონაწილეებს საერთო ხედვისა და მომავლის მიზნების გარშემო. რაც შეეხება ბარიერებს, მთავარი გამოწვევაა პოლიტიკის თანამიმდევრულობა და სტაბილურობა. ასევე მნიშვნელოვანია სწორი ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც შექმნიან შესაბამის პროდუქტს და ხელს შეუწყობენ გრძელვადიან, თანამიმდევრულ და მდგრად განვითარებას. ცნობისთვის ჰორეკა სექტორში 2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით $20 მილიონზე მეტი პირდაპირ უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია და სექტორი ვარაუდობს, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, რასაც რა თქმა უნდა მსგავსი ფორუმები ხელს შეუწყობს. მადლობა, მაკა ქოჩლაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.